აი ბაგერული გამოდავა ლავჟო ახალგაზრდა წაიკითხეს მინდა ინიატივის საზოგადოების განცხადებას. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გილოცავ ყველას დღევანდელ დღეს, ასევე ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, წლის გახდებოდა. თუთიერი დუმილი ვივაგოთ პატივი მის ხსოვნას. სრულიად საქართველოს წმინდა იამართის საზოგადოების წევრთა მიმართვა. მე ტექსტები დამჩვევია გამოსვლა, მაგრამ ჩემო უფროსმა მეგობრებმა მთხოვეს და ამიტომ წაკითხავთ ამ მიმართვას. საბჭოთა წყობის წინააღმდეგ ქართველი დისიდენტების 40-წლიან თავდადებულმა ბრძოლამ და 88 წლიდან მათი მცდელობით აღორძინებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ 90 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად საქართველოში დემოკრატიული მრავალპარტიული და რაც მთავარია, აქამდე ერთადერთი გაუყალბებელი არჩევნები ჩაატარა. ამ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად დობის მანდატით აღჭურვა თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. მიცემული ხმებით დაუმტკიცა მას ერთგულება და ამით მასთან ერთად მშვიდობიანი გზით ბოლო მოუღო საქართველოში კომუნისტურ მმართველობას. 90 წლის 28 ოქტომბერი ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და მისი სრული ჩამოყალიბების მიერ პოლიტიკურად უზადოდ გააზრებული და განვლილი კომპრომისო ბრძოლის ბრწყინვალე მონაპოვარი. ეს არის რესპუბლიკურ წყობაში სამართალ მემკვიდრეობისა და კონსტიტუციური უწყლობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობის დასტური და უპრეცედენტო მაგალითი. ეს არის ზოგად საკაცობრიო ჰუმანისტურ პრინციპებზე დამყარებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის შეფასების დასაბამი, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 1921 წლის 24 თებერვალს ანექსია ოკუპაციის დროს მთავრობის გადადგომაზე და კაპიტულაციაზე ხელის მოწერაზე განცხადებულ მიგუარი და ამით მომავალი მთავრობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სამართლებრივი უფლებისა და სამართალ მემკვიდრეობის აღდგენის შესაძლებლობის შენარჩუნება. აქვე აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მთავრობამ საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გარანტად ბოჩინკა გერმანულ გემზე ხელი მოაწია საქართველოსა და გერმანიას შორის მცირე სამხედრო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა მეორე ვრცელი სამხედრო ხელშეკრულების დადებას. დამოუკიდებელი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისა და შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დახმარებას. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი არსებობის პერიოდში მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო ხელშეკრულება აღარ იქნა დადებული. გერმანიამ ახლადფეხმოვანო დამოუკიდებელ საქართველოს არ მიაწოდა თავდაცვითი საჭირო იარაღი, რამაც 1921 წლის 24 თებერვლის ანექსია ოკუპაციის დროს საქართველოს რუსეთის პირისპირ თითქმის უიარაღო მხოლოდ მცირე შეიარაღებით დატოვა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპას, ისევ როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ევროპას, რუსეთის მედრეული და ბაზარი ესაჭიროებოდა, ამიტომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით რუსეთთან ურთიერთობა არც ერთმა დიდმა სახელმწიფომ არ დაწერა, რაშიც ბოლშევიკების დაზვერვამ უდიდესი წვლილი შეიტანა. არც ერთ მაშინდელ დასავლეთ ევროპულ მთავრობაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს ოკუპაციისა და დაპყრობის ფაქტს შთაბეჭდება არ მოუხდებია, გარდა სოციალისტებისა. არც ერთ სხვა პარტიას თანამდებობის რეზოლუციას კი არ მიუღია. 1934 წელს, მაშინ როცა ერთადერთი საბჭოთა კავშირი თავის რიგებში მიიღო და ამდენად არსებობს საზღვრებში სნო, ესე იგი საქართველოს СССР-ის განყოფილ ნაწილად მიიჩნია. და როცა თეორიული შანსი ლეგიტიმურობის აღდგენისა პრაქტიკულად რამდენიმე ათწლეული დაიკარგა, ნოელ ჟორდანიამ კავკასიის კონფედერაციის შექმნის იდეას გამოაყენა, რითაც მან თავის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის კიდევ ერთი შესაძლებლობა და სამართლებრივი უფლება დაუწყო. სწორდა რა, საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, როცა საბჭოთა კავშირში შექმნილ კრიზისურ სიტუაციას ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება დაემთხვეოდა. ეს დროს დადგა და 98 წლიდან აღორძინებულმა ეროვნულმა მოძრაობამ შეძლო ქართული ერის საკითხის ძილისგან გამოგვიძება და 90 წლის მარტის ბოიკოტირებული არჩევნების შემდგომ 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და 97% სახელმწიფოს სათავეში მოსვლა, რაც ბოლშევიკურ მთავრობის მშვიდობიანი გზით დამარცხება გახდა. 35 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ ეროვნული მოძრაობის გზის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
რის საფუძველზე სუვერენული საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი 91 წლიდან დღემდე არაერთმა ქვეყანამ შეცვალა. აქედან 25 ქვეყანამ თბილისში ეროვნულ ხელისუფლებაზე ქრემლის იერიშის დროს 91 წლის 22 დეკემბრის შემდეგაც კი იურიდიული დამოუკიდებლობის ფაქტობრივ სუვერენიტეტად ქცევა ეროვნულ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება არ დასწავლა ეროვნულ ხელისუფლებას. ეროვნული ინფორმაციის დროება ქრემლის ემისარის შევარდნაძის მეთაურობით 1991 წლის თებერვალ-მარტის ანექსია ოკუპაციის სისტემაში მოყვა კოლაბორაციონიზმს მსგავსად 91-92 წლებში იმპერიალისტური რუსეთის სამხედრო ძალები გამოიყენებდა საქართველოს კრიმინალურ ბოლშევიკურ ინტელიგენციას და შეერაცხა პლატფორმირებთან ერთად საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დააარსეს და ძალაუფლების უზურპაცია მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ 92 წლებში პუჩის გერდი არცერთ დასავლურ ქვეყანას ამავე ქვეყანაში არსებულ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაერთიანებას არ მიაღწია. ასეთად არ შეუპასებია და არ დაუბრუნდა მეტიც. 92 წლის 11 მარტს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა გერმანულ პოლიციის მეთაურობით საქართველოში უარყოფდა ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიეტერ ჰენშელი. პირველად შევარდნაძის კონტაქტთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა და თბილისში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს გააცხადა. ნაცვლად საქართველოს განდერული რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისა და თბილისში პუნქტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სისხლის ჩახშობის დაგმობისა. უფრო მეტიც, 92 წლის დეკემბერში საინფორმაციო ბლოკადის გასაღებად დევნილობაში ყოფი საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვიად მამსახურდია და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მთავრობარი ლევან ტიგრაძე დააბლოკადა პრესკონფერენციის ჩასატარებლად და პოლიტიკური წრეებთან შესახებად ევროპის უამრავი მსგავსად გარდა ფინეთისა და ავსტრიისა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას არ შეუძლია. მიუხედავად ყოველგვარი პოლიტიკური წრეების და საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა დევნილობაში შეინარჩუნა პროფესიონალობა და ქართული ენის უბრალოდობას და ერთა კრების საერთაშორისო რეჟიმს 93 წლის ბოლომდე აქტიური წინააღმდეგობა დაუწია. ლეგიტიმური პრეზიდენტი ზვიად საკუთარ გარსკაცებს უნდა შეეძლო ეროვნული ხელისუფლების ეროვნული იდეალების განხორციელების ორგანოს ფედერალიზმის შეგარჩუნება, ქართული და კავკასიური ეროვნული მოძრაობების კოორდინაცია და კონსოლიდაცია. განასხვავება რასობრივად საქართველოს ჰუმანიტარულ პრინციპებზე განყარებული ეროვნული სახელმწიფოებრივი და ეთნიკური კავკასიის იდეა. პრეზიდენტი ზვიად გასაგებია ყველასთან პროტოშ დაკრძალვის შემდეგ ეროვნულ მოძრაობებს ხელისუფლებასთან ერთად თეორიული მიზეზთა გამო ვეღარ შეძლო კონსოლიდირებული პრინციპები მოქმედება და ბრძოლის გაგრძელება. ის გახდა პირველი ამბიციების შემდგომი გარეშეფრთა უზურპირების ობიექტი, რაღაც ირიასეული, ბერაბისეული და ზვიადისეული მოძრაობა დასახსა, ხოლო მისი ინსტიტუცია კანონიერი ხელისუფლება პრაქტიკულად დაშალა, პოლიტიკური და ოპერატიული დაშლა მოქმედების პროცესს ხელი შეუწყო კანონიერი ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არაერთი წევრის მიერ ეროვნული მოძრაობის და ხელისუფლების არსის გაუთავისუფლება. ქვეყნის პოლიტიკური მომავლობის უგრიმა დამოკიდებულება 90 წლის 22 ოქტომბრის არჩევნებით დაკისრებული პასუხისმგებლობის უგულებელობა თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თმა, რაც საერთო შემთხვევაში ხუთისა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელისუფლებები და სამართლებრივ გარიგებაში მემორანდუმები თანამშრომლობის შეთავაზებებით მათ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში და ევროკავშირის მთავრობებში თანამდებობების დაკავებით გამოიხადა. თუმცა ზვიად მამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის და კაპიტულაციაზე და თვითლიკვიდაციაზე ხელი არ მოუწერია. დედამიწაზე მოქმედება არც ერთი სამართლებრივი ნორმის მიხედვით 92 წლის 6 იანვრიდან დღემდე საქართველოს საკუთრებულ მმართველობაში დაბრუნებული ისე და მისი საკუთრებული დეპარტამენტის ხელისუფლების მმართველობა კანონიერად არ შეიძლება ჩაიგდოს. ეს არის სამართლებრივი დაბოლოს განახორციელა წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ უნდა შეძლოს მოძრაობაში ახალი წევრების განსაკუთრებით ახალგაზრდების მოძრაობა, როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ ემიგრაციიდან. მაშინ გავისაჯოთ უერთგლო და დავრისესა წრეებს ეროვნულ დამახასიათებელი მოძრაობის წინამძღოლისა და საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დატვირთვა შუას. დილოცა კიდევ 31 მარტს რეფერენდუმის 35 წლის თავად ბატონის ზვიად გამსახურდიას 87 წლის იუბილეს. გაუმოჯოს ერთიან და ამოქმედებას